2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულმა ბიზინა ივანიშვილმა და მისმა კოალიცია ხაზგასმით ვამბობ კოალიცია ქართულმა ოცნებამ რამდენიმე წელი გაიარა განვლო პრინციპში პრობლემების გარეშე. რატომ გაიარა პრობლემების გარეშე და იმიტომ რომ კოალიცია ქართულ ოცნებაში გარდა იმისა რომ იყვნენ პრორუსები და ღიად პრორუსები ასევე იყვნენ მეტნაკლებად და მეტად უფრო პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც მომიტევონ მათ და ხშირ შემთხვევაში დღევანდელი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ასრულებდნენ ლეღვის ფოთლის მისია ფუნქციას და ბიზინა ივანიშვილზე ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ ბიზინა ივანიშვილი პროდასავლელი პოლიტიკოსია. Am ილუზიაში ვიცხოვრეთ ჩვენ 2014-15 შესაძლოა 16 წლამდეც კი, მაგრამ 16 წელს 2016 წელს ბიზინა ივანიშვილმა პრაქტიკულად დაშალა კოალიცია. ახალ-ახალი პირები კი დაიმატა, რომლებსაც ასევე ჰქონდათ პრეტენზია, ამბიცია იმაზე, რომ იყვნენ პროდასავლელები, მაგრამ კოალიცია ნამდვილად დაშალა. იქიდან განაგდო და გააგდო თავისუფალი დემოკრატები მანამდე 2016 წლამდე აიძულა ისინი, რომ ისინი თავად წასულიყვნენ და მერე უკვე რესპუბლიკელებიც და პარტია ქართული ოცნების ფორმირება დაიწყო და ეს პარტია ნელ-ნელა 16 წლიდან ჩააბარა პრორუს ირაკლი კობახიძეს. და უკვე შემდგომ აი 16-დან 25 წლამდე 9 საშინელი წელია გასული, ხო, 9 წელი გამახსენდა ახლა სისხლიანი 9 წელი კი არა. აი ბოლო 9 წელზე რო ვისაუბროთ 16-დან ვიდრე 25-მდე, ეს არის ჯოჯოხეთური წლები საქართველოსთვის, იმიტომ რომ კობახიძე და მისი შაიკა ლუსტრირდნენ პრაქტიკულად 2016 წლიდანვე, ან 2017 წლის დასაწყისიდან, 2018-დან და ასე შემდეგ და მოუგებელად იმისა, ვინ იყო პრემიერ-მინისტრი და რას ამბობდა ესა თუ ის კონკრეტული აღმასრულებელი ხელისუფალი აბალანსებდა თუ არა ამ პრორუსულ ფსბ-შნიკურ ძალას. ფრთას, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. ბოლო უკანასკნელი მოხიკანები, რომლებსაც ჯერ კიდე ჰქონდათ პროდასავლურის იმიჯი, უკვე შემდგომ მოიცილა ივანიშვილმა, გულისხმობ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბახტაძესაც, რომელიც შეუდარებლად ნორმალური კაცია, აი ბახტაძეს ვაქებ წარმოიდგინეთ, ვიდრე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ან გუშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს უკანასკნელი სხვა შორის ყველა ფორმაციის მთავრობაში იყო ან თავდაცვის მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი, ან შინაგან საქმეთა მინისტრი. და 2020 წლიდან 19 წლიდან ბიზინა ივანიშვილი საბოლოოდ გადაბარგდა რუსულ ნავში. საბოლოოდ გააკეთა არჩევანი, რომ ის დასავლეთისკენ კი არა, სწორედ რუსეთისკენ მიხავს ქვეყანა. ამ პერიოდს ემთხვევა სხვათა შორის ანაკლის ღმაწლოვანი პორტის გაჩერება, რომელიც ერთის მხრივ რასაკვირველია გიორგი გახარიას ისერზეა, როგორც ფორმალური პრემიერ-მინისტრისა, მაგრამ მეორე მხრივ რასაკვირველია პირველ ყოვლისა ეს არის ბიზინა ივანიშვილის ბრალი და პასუხისმგებლობა. ბიზინას არ უნდოდა ამერიკელები შავ ზღვაში და აკი ამიტომაც დაბლოკა ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობა. მერე კი მიუბრუნდა, მაგრამ მერე მიბრუნებას აი ჩინელებთან ერთად ესეც ყალბი და ტყუილი მიბრუნება, იმიტომ რომ ჩინელებსაც ესენი აღარ აძლევენ ანაკლის ღრმაწლოვან პორტს, სწორეს შვებიან მეთქი, ვიტყოდი ასე, მაგრამ სწორს მაინც არ შვებიან, იმიტომ რომ ჩინელები ახლა რომ ჩაანაცვლონ ამერიკელებით, კიდე ხო და არც ამერიკელებით არ ჩაანაცვლებენ და საერთოდ ანაკლის ღრმაწლოვანი პორტი ვერ აშენდება ამ ხელისუფლების პირობებში, თუმცა ის ძალიან და უკიდურესად გვჭირდება, იმიტომ რომ ანაკლის ღრმაწლოვანი პორტი არის შუა დერეფნის განშტოება არა ნაწილი, ესე ვიტყვი.
გარდაულა და უცილებელი ჩვენი განვითარებისათვის და ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობისათვის. მაგრამ ახლა მე ანაკლიაზე არ ვისაუბრებ, ანაკლია მნიშვნელოვანი თემაა და ერთი მსუყე ვიდეობლოგი მას უთუოდ უნდა მიუძღვა მომავალში. ახლა ვისაუბრებ იმაზე, რომ 16 წლიდან და განსაკუთრებით 19 წლიდან 2019 წლიდან ბიზნა ივანიშვილი გადაბარგდა საბოლოოდ რუსულ ნავში და 25 თებერვალს 2022 წლისა მეორე დღეს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც აბახმელაში ავიდა პრემიერ-მინისტრად წოდებული, არა, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო საბოლოო ჯამში, დე იურე პრემიერ-მინისტრი იყო, ამიტომ წოდებულად სულაც აღარ მოიხსენიებ. ირაკლი ღარიბაშვილი მან გააკეთა კაპიტულანტური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ მიუერთდება სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დავსვათ კითხვა რატომ. რატომ არ მიუერთდა მაშინ და იმიტომ რომ უკვე მაშინ 25 თებერვალს 22 წლისა ყველამ შესანიშნავად იცოდა საქართველოს ხელისუფლებაშიო სხვა გზა და სხვა ხსნა გარდა რუსეთისა რუსეთზე ორიენტაციის გაკეთებისა საქართველოს არ ჰქონდა. უკვე საკმაოდ ბევრი აგენტი მუშაობდა ჩვენს ქვეყანაში ზოგადად და უშუალოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი თითქოს არა ნამდვილად თუ გნებავთ ასე ვიტყვი ხელისუფლების სტრუქტურებში, რომლებიც აშანტაჟებდნენ, უბიძგებდნენ, აიძულებდნენ, რა ვიცი, რაც გნებავთ ის დავარქვათ, საქართველოს დე იურე მაშინდელ და დე ფაქტო დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მას რუსული ორიენტაცია აეღო. 22 წლის 25 თებერვლიდან რუსეთს უკიდურესად გაუჭირდა ეკონომიკური თვალსაჩინო და გარდაულა აუცილებელი იყო იმგვარი შავი ხრელების შექმნა გარშემო, რომლებიც ამ უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს არა გაჭირვებას უფრო ხო, სიდუხჭირეს მაინც სხვა კონოტაცია აქვს, გაჭირვებას როგორღაც მაინც გამოასწორებ, რუსეთს შეეხიდებოდნენ, რომ გამოესწორებინა ეს გაჭირვება, ეს ფინანსური კრიზისები და ასე შემდეგ და კი ამიტომაც საქართველო გახდა ერთ-ერთი შავი ხვრელი, რაც არ უნდა ამტკიცოს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომ არანაირი ექსპორტი არ ხორციელდება საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციაშიო, ანუ იმპორტული საქონელი არ შემოაქვს, მათ შორის ის საქონელი, რომელიც აკრძალულია და რომელსაც რუსეთი ომის წარმოებისათვის იყენებს, რაც არ უნდა ამტკიცოს, საქართველო იქ გახდა ერთ-ერთი ჰაბი, ან ერთ-ერთი სატრანზიტო გზა იმისთვის, რომ ჯერ საქართველოში შემოსულიყო, ვითომ სხვა ქვეყანაზე გაფორმებული ტვირთი და მერე უკვე საქართველოდან შესულიყო რუსეთში, იმ ქვეყნის გავლით, იმ ქვეყნიდან უფრო ზუსტი რო ვიყო, რომელიც სანქციებს აბსოლუტურად არ მიუერთდა. საქართველო აბსოლუტურად არ მიერთებია, საქართველო არ მიერთებია საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ მეორე მხრივ ესე პოზიციონირებს დღემდე, რომ თითქოს ითვალისწინებს საერთაშორისო სანქციებს მიზეზს და გამო თუ არგუმენტთა გამო. ბიზნა ივანიშვილმა რუსული ორიენტაცია აიღო არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს საბჭოთა კაცის მენტალიტეტი აქვს და რუსეთს იქით მართლა არაფერი უნახავს, თუმცა კი უცხოურია საფრანგეთში ასე მაგალითად, არამედ იმიტომ, რომ მენტალურად ის რუსია და კიდევ იმიტომ, რომ ბიზნა ივანიშვილს რაღაცით და ღმერთმა უწყის რით აშანტაჟებენ. მე ახლა ერთ ვერსიას შემოგთავაზებთ და ამ ვერსიის თანახმად. როდესაც რუსეთის ფედერაციაში ვინმე შოულობდა და შოულობს ფულს, უმრავლეს პირზე, ანუ ოლიგარქებზე, სახელმწიფო პირებზე, ცალკეული ბიზნესის, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებზე, რუსეთის FSB და შესაბამისი სხვა სპეცსამსახურები აგროვებდნენ და აგროვებენ კომპრომატებს. ძალიან ხმამაღალი იქნება ჩემგან იმის თქმა, რა სახი, რომ ვიცი რა სახის კომპრომატი არსებობს ბიზნა ივანიშვილზე მეთქი. არ ვიცი. ვარაუდის გამოთქმის უფლება კი გასაკვირველია, როცა ესეც სენსიტიურ კი არა მნიშვნელოვან თემას ეხები, ცოტა არასწორია, ცოტა კი არა გვარიანად არასწორია, აქედან გამომდინარე მე ვერ ვიტყვი ბიზნა ივანიშვილი რითია დაშანტაჟებული. რა კადრები დევს ბიზნა ივანიშვილზე FSB-ში და რა კადრების გამომზეურებით ემუქრება FSB ზოგადად მოსკოვის, ზოგადად
რუსეთი ბიზინა ბორია ივანიშვილს. მაგრამ ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბიზინა ივანიშვილის შესახებ თაობაზე არსებობს გარკვეული კომპრომატები იმპერიის დედაქალაქ მოსკოვში, რომელსაც ის ემონება, რასაკვირველია მაქვს და მეცაც გეტყვით, ჩემი ეჭვით და ჩემი ვარაუდით, ჩემი ანალიზით, ბიზინა ივანიშვილი ამგვარ ანალიზს მარტო მე არ ვაკეთებს, ხებსაც ვთქვამთ ეს. ბიზინა ივანიშვილი იმთავითვე იყო ჩაფიქრებული როგორც პროექტი საქართველოს წინააღმდეგ, უბრალოდ მისი საქართველოს ხელისუფლებაში მოყვანა უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე და რომ არა ვარდების რევოლუცია 2003 წელს ნოემბრის ამბები, ბიზინა ივანიშვილი ვინც ის იქნება შევარდნაძის შემდეგ სწორედ ის დაენიშნა ცეკას დივნად მოსკოვს საქართველოსთვის. გადაიდო ბიზინა ივანიშვილის გაპრემიერება და გალიდერება და გაქვეყნის მმართველობა და გადაიდო შესაბამის 2012 წლამდე და 2012 წელს ეს ჰიბრიდული ოპერაცია რუსეთმა კი ჩაგვიტარა. ბიზინა ივანიშვილი რაღაცით და კერილი, დაბმული, მიბმული, მიჯაჭვულია, მეთქი ამას ვამბობ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე უბრალოდ ვერ ხსნი, რატომ არ ასრულებს ის ამ სამოქალაქო ომს ჩვენს ქვეყანაში, იმ სამოქალაქო ომს, რომელიც შედის მხოლოდ რუსეთის ფედერაციის და მისი შლეგი ლიდერის ინტერესში. დიახ, რუსეთს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ ერთმანეთთან შეპირისპირებული საზოგადოება, ჩვენ შორის არსებობდეს უზარმაზარი, უბსკრული ხითჩატეხილობა, მეთქი ასე ვიტყვი, ხო, რბილად ნათქვამია ხითჩატეხილობა. რუსეთს სურს, რომ ჩვენ არ შემდგარი სახელმწიფო ვიყოთ, რომ მერე მიუტრიალდეს ევროპას და კითხოს ესე თითქოს უწყინარად კითხოს, კი მაგრამ რომელ ქვეყანას მიეკაჩებით საკუთარ სივრცეში, თუ ეს ქვეყანა არის ამგვარად ჩამორჩენილი, ამგვარად დაპირისპირებულია საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან, მეორე მესამესთან და მესამე კი მეოთხესთან, მეხუთესთან, მეექვსესთან. აი ამ ჰიბრიდული ოპერაციით სამოქალაქო ომის დაუსრულებლობით ბიზინა ივანიშვილი ნეფსით, რასაკვირველია, მაგრამ თუ გრებავთ თქვათ, უნებურად მეთქი, ხელს უწყობს ოდის ვიხდი ერთს. ეს აქეთ რო აი აქეთ, ხო, საერთოდ გავიშირო ხელი, აი ეს ხაზი როა, მეგონა რომ რაღაც ეკრანი გატყდა და თურმე აი ეს ცოკი ყოფილა და გული გამიცხდა, გულახდილად გეტყვით. ხელს უწყობს რუსეთის ინტერესების განხორციელებას. ახლა ისმის კითხვა რა არის ჩვენი ამოცანა იმისთვის, რომ როგორღაც დავასრულოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, მართლა მოექცეს დასავლურ სივრცეში, დასავლური სივრცის განუყოფელი ნაწილი იყოს, ევროკავშირში შევიდეს, 2030 წელს არის გაფართოება დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა 2030 წლამდეც მოხდეს ევროკავშირის გაფართოება, დინამიკურად ვითარდება პროცესები მსოფლიოში. მოკლედ, ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ამოცანა რა არის? ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანა, რომ ბიზინა ივანიშვილი და რუსეთი როგორღაც ამოვშანთოთ ამ ქვეყნიდან და უკვე შემდგომ დავიწყოთ განვითარება. კოალიციური მთავრობა ის იქნება ეს თუ სხვა სახის მთავრობა, ხელისუფლება, ხო? ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამაზე ახლა არ გავამახვილებ ყურადღებას, კოალიციური მთავრობას თავისი მინუსებიც აქვს, ბარემ რო ვიცოდეთ, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში, როდესაც უსწრაფესი გადაწყვეტილებები იქნება მისაღები ბიზინა ივანიშვილის მოცილების შემდეგ და კოალიციური მთავრობის პირობებში შესაძლოა გაიჭედოს ესა თუ ის რეფორმა, ესა თუ ის გადაწყვეტილება, ესა თუ ის პრინციპული გადაწყვეტილება, მაგრამ ამაზე არ გავამახვილებ ახლა ყურადღებას, ვისაუბრებ იმაზე რა არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანა, ბიზინას მოცილება. ბიზინას მოცილებით რუსეთის შესუსტება საერთოდ აღმოფხვრაც კი ჩვენი ქვეყნიდან, განდევნა ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ რუსეთი საკმაოდ ინფილტრირებულია ჩვენს სივრცეში უკვე ყველა უწყებაში, ანუ ყველა უწყებაში არიან შესული მისი ქართულგვარიანი აგენტები, ან უშუალოდ ეროვნებით რუსებიც კი მაღალი ალბათობით. ბიზინა ივანიშვილის ამოცანა თავად არის ჩვენი როგორღაც გამოფიტვა და ის რომ ბევრმა ჩვენგანმა ხელი ჩაიქნიოს ამ ქვეყანაზე და თქვას რომ იცით არაფერი არ გამოგვდის და რაღაცა არ გამოგვდის ეროვნული თვალსაზრისით მოდი იქნება და პიროვნული გადარჩენა მოვახერხო ამ
კონფლიქტურ ზონაში, ტურბულენციის დროს და ასე მაგალითად შევეგუო ამ ხელისუფლებას, დაავლაგდე ამ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოვიგო ტენდერი, ან მივიღო სამსახური, ან უკიდურეს შემთხვევაში ვიყოს ჩუმად, ან კიდევ უკიდურეს შემთხვევაში მოდი მოვკიდო ცოლ-შვილს ხელი და წავიდე ამ ქვეყნიდან და ყურები დავიფსო, თვალები დავხუჭო, Facebook-ს არ ჩავხედო, არც არაფერი ვქნა და გადავრჩე, კონდეს 2, 3, 1700, 1900, 2700 ევრო თუ დოლარი შემოსავალი და ეს არის ჩემი მისია. შესაბამისად, ბიზნე ივანიშვილი გვფიტავს, ხოლო ჩვენ ვებრძვით ბიზნე ივანიშვილს და ვებრძვით რითი? ერთადერთი იარაღი არა. 2-დან 1 მთავარი იარაღი არის ჩვენი ქუჩაში დგომა. ვიდრე ქუჩაში ვართ, ბიზნე ივანიშვილი გამარჯვებულად საკუთარ თავს ვერ მიიჩნევს და რუსეთი ვერ განახორციელებს, ყოველ შემთხვევაში იოლად ვერ განახორციელებს იმ მიზნებს, რომლებიც მას სტრატეგიულ მიზნებად დაუსახავს. ამ მიზნებს შორის გასაკვირველი არის, აღარ გავაგრძელებ ახლა ბევრს, მაგრამ საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება, საქართველოსთვის კონფედერაციის შეთავაზება, ოღონდ ისე რომ აფხაზეთს გასკვლის უფლება ჰქონდეს და საქართველოს დაუკანონოს, ქართველი ჯარისკაცების გაწვევა ნებისმიერ SVO-ში, ანუ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი არ დაასრულებს პოსტსაბჭოთა სივრცეში მინიმუმ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოსგან ოფიციალურად თქმა უარისა ნატოში გაწევრიანებაზე უამრავი ზე და მიზანი, ამოცანა და ზე მიზანი აქვს რუსეთს. ბიზნე ივანიშვილი საუკეთესო ხელშემწყობია ამის. მაგრამ ვიდრე უხეშად 250 დემონსტრანტი დგას ქუჩაში, მანამდე ბიზნე ივანიშვილის ამ მიზნებს, რუსეთის ამ მიზნებს განხორციელება არ ან ძნელად უწერია. შესაბამისად, ყველა ის პირი, ვინც ამ შემთხვევაში ისევ იაგო ხვიჩიაზე ვსაუბრობ, ყველა ის პირი, ვინც ახდენს დისკრედიტაციას აქციებისა, ან ამბობს, რომ ამ აქციებს აზრი და აღარ აქვს, ან ამ აქციებმა საკუთარი თავი უკვე ამოწურა, ნებსით თუ უნებლიეთ სულ რომ ვერ იაზრებდნენ, ისინი არიან ბიზნე ივანიშვილის გნებავთ გუნდში და გნებავთ კამანდაში. შესაბამისად, ისინი ახდენენ პროცესის დისკრედიტაციას და შესაბამისად, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თავის ხედვას ვერ გვთავაზობენ იმასთან დაკავშირებით, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დასრულდეს ბიზნე ივანიშვილის რეჟიმი, ისინი ნებსით თუ უნებლიეთ არიან მოკავშირეები ამ შემთხვევაში ბიზნე ივანიშვილისა, რომელიც თავის მხრივ არის მოკავშირე რუსეთისა, მოკავშირე კი არა ქართულ გვარიანი რუსი. მე შეიძლება ვერ წარმოვთქვა კარგად, მაგრამ ფრანგე და მე არ ვიცი ფრანგული და იმიტომ, მაგრამ ასეთი ნათქვამია ანდაზა შესაძლოა ფრანგულში ლეზამი დე ნოზამი, სონ ნოზამი მაჩვენე, ვინ არის შენი მეგობარი, არა უკაცრავად, ჩემი მეგობრის მეგობარი, შენი მეგობრის მეგობარი, ჩემი მეგობარია. ჩერეს ძმაკაცებზია რა, მარტივად რო ვილაპარაკოთ. ჩერეს ძმაკაცი გამოდის იაგო ხვიჩიას გირჩი, მომიტევოს მან და არა ბიზნე ივანიშვილის, აი მის ძმაკაცი გამოდის. არამედ რუსეთისა, რომელსაც უნდა რომ ეს უფსკრული გაღრმავდეს ჩვენ საზოგადოებაში, სამოქალაქო დაპირისპირება იყოს და იყოს, ჩვენ დავხოცოთ ერთმანეთი, მეგობარი მეგობარს, ახლობელი ახლობელს, ნათესავი ნათესავს, ოჯახის წევრი ოჯახის წევრს. არ ესაუბრებოდეს იმიტომ, რომ რუსეთმა დაასაბუთოს, რომ მაგი არ შემდგარი საზოგადოება და შესაბამისად ის არ იმსახურებს დასავლურ სივრცეში გაწევრიანებას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რუსეთმა მერე იოლად განახორციელოს საკუთარი ამოცანები თუ მიზნები, ბიზნე ივანიშვილი საუკეთესო მოკავშირეა მეთქი. ეხლა ჩვენ ვიფიტებით ამასობაში ესეც სიმართლეა, იმიტომ რომ ერთი პატარა წარმატებაც კი არ გვაქვს, ერთი პატარა წარმატებისთვისაც კი არ მიგვიღწევია. არ გაანთავისუფლა არც ერთი პატიმარი, სინდისის პატიმრებს ავარქვებ, პოლიტპატიმრებს, ჩვეულებრივ პატიმრებს, არ გაანთავისუფლა ზია ამაღლობელი, მე პირველ ჯერზე ვიგულისხმეს 50 ახალგაზრდა კაცი. მერე არ გაანთავისუფლა მზია ამაღლობელი, ახალ იჭერს და იჭერს ხმებს, ახალი პოლიტპატიმრები ჩდებიან და გაჩნდებიან, ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვიფიტებით როგორც საზოგადოება, ესეც ფაქტია და წუხვარ რომ
სამწუხაროდ პოლიტიკურ სპექტრს ამ შემთხვევაში ყველას ერთ ქვაბში ჩავყრი, მომიტევურ მათ ცხადია, ვიღაცა მოგწონს, ვიღაცა არ მოგწონს, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრს არ აღმოაჩნდა მან ვერ შექმნა ის დღის წესრიგი და არ აღმოჩნდა ნიჭიერება საიმისო, რომ პოლიტიკურ პროცესში გადაეყვანა ეს ყველაფერი. პოლიტიკურ პროცესში და პატარა წარმატებისთვის მაინც მიეღწია. რა რჩება, რა გზა რჩება პოლიტიკურ სპექტრს? პოლიტიკურ სპექტრს რჩება, ბარემ ამასაც ვიტყვი, პრინციპულობის გამოჩენის გზა იმისთვის თუნდაც, რომ აი მომავალი პოლიტიკოსები რო იქნებიან, სხვები რო მოვლენ, იმათმა მაინც მოიწონონ, ან ისინი მაინც გაჰყვნენ, ან ამ პრინციპულობას და თქვან რომ აი ჩემი წინამორბედები ნახე როგორ შეუპოვრად იქცეოდნენ. აქაც პრობლემები გვაქვს სიმართლე გითხრათ. თუ ჩემს მიერ არ მოსაწონი ირაკლი ოქრუაშვილი პრინციპულობას იჩენს, არ მოსაწონი მის წარსულის გამო. როცა ის თავდაცვის მინისტრი იყო ასე მაგალითად, ან უკვე შემდგომი პერიოდიდან, როცა ის არ თამაშობდა ფლად გულახდილები ვიქნები თქვენთან პროდასავლურ პოლიტიკას, როცა ოპოზიციაში წავიდა მე განერი და მე წავიდა ამ მნიშვნელობა რაც სჭირდა და როგორც სჭირდა, ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ბოლო ეპიზოდში ირაკლი ოქრუაშვილმა პრინციპულობა გამოიჩინა და არ მოსაწონ ირაკლი ოქრუაშვილს ვაკებ, იმიტომ რომ მან გირაო არ გადაიხადა და აგი პოლიტიკურ პატიმრად იქცა, მაგრამ ამასობაში როგორ უნდა შევაქო ასე მაგალითად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და გივით არ გამაძეთ უბრალოდ ასე ვიტყვი. როგორ უნდა შევაქო, რომლებმაც გააქანეს და გადაიხადეს თანხა. გადაიხადეს გირაოს თანხა. მე რო დამიჭი, არა, კარი, მე არაფერ შუაში არ ვარ, იმიტომ რომ კომისიაზე არ დამიბარებენ. ვისაც ვერ დაიჭერენ, კი არა, ვიც ვერ გადაიხდის, იმან რა უნდა ქნას? ციხეში უნდა წავიდეს, არა და თუ ყველა წავა, ცოტა ხმამაღლა თქვამია, მაგრამ მაინც თუ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანად ჩასვავს ციხეში ბიზინა ივანიშვილი, ეს გაცილებით შედეგიანი იქნება, ვიდრე ასე ნაწილის ჩასვლა ნაწილის კომფორტულად ნაწილის მხრიდან კომფორტული ცხოვრების მეტნაკლებად კომფორტული ცხოვრების გაგრძელება. მოკლედ მამუკა ხაზარაძე ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძის გზა ასე ამ შემთხვევაში უნდა დავიწუნო, თუმცა იმ ანაკლის პროცესში რასაკვირველია ის უტყუარი და მართალი იყო. ბოლომდე მართალი იყო თუ არა, ამაზეც შეგვიძლია საუბარი სხვა დროს და სხვა ვიდეო ბლოგში, სუყე ვიდეო ბლოგს დაგპირდით ანაკლისთან დაკავშირებით და ვიტყვი რა დააშავა ამერიკელები რო არ შემოიყვანა ბიზინა ივანიშვილმა და რა დააშავა გიორგი გახარიამ, მაგრამ მამუკა ხაზარაძის მაგრამის გარეშე თუ ვდებოდ მამუკა ხაზარაძის პასუხისმგებლობებზეც მექნება 2, 3, 5 წარე რეპლიკა იმ ვიდეო მომავალ ბლოგში. მოკლედ ხირჩატეხილობას უწყობს რუსეთი ხელს, ბიზინა ივანიშვილი უწყობს ხირჩატეხილობას ხელს, ჩვენ ვიფიტებით ამასობაში, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ ვარგას, ვიტყვით უგნებავთ, მაგრამ მოკლედ ფლათ ადეკვატური არ არის და არადა ერთიანობა გარდაულად აუცილებელია ქუჩაში დგომის პარალელურად. და ბზარები არ უნდა იყოს და ბზარები არ უნდა იყოს საზოგადოებაში და ბზარები არ უნდა იყოს არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს არ უნდა ხოცავდნენ, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში ეჭვი არ უნდა შეჰქონდეს არავის და აქ ისევ იაგო ხვიჩია უნდა ავახსენო, რომელიც როგორც ჩანს მისი პარტია აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა რატომ მარტო ხვიჩია, გახარია რა არ აპირებს, ან აპრიორი ვიცით, რომ ძლიერი საქართველოს არ აპირებს, მამუკა ხაზარაძის არა, ისე გამომდის, მამუკა ხაზარაძეს დიდ ყურადღებას ვამახვილებ ახლა, ხო, ნათქვამი აქვს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, რამდენადაც მახსოვს, რამდენადაც ვიცი, მაგრამ აი სულ რაღაც შეგეპარება ხოლმე ეჭვი. და აი ეს ვახუშტი მენაბიდეს მემარცხენეები არ აპირებენ? ანუ ხელისუფლებად წოდებული ბანდა ლეგიტიმაციის ბჭყალებში საფუძვლებს შეიქმნის სწორედ იმის გამო რომ ესეთი სუსტი რგოლები აღმოჩნდნენ ოპოზიციურ სპექტრში, თუ მათ ოპოზიცია ჰქვია საერთოდ ვინც პირველი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გულისხმობა და მეორე ვინც გარკვეულ კომპრომისებზე მაინც მიდის ამ ხელისუფლებასთან, ამ ბანდასთან. არადა უნიკალური დროება დგას ჩვენ სინამდვილეში. უკრაინას გამოსტაცებენ რუსეთს, საკმაოდ რთული პროცესია ეს, მაგრამ მაინც
უკრაინას თუ გამოსტაცებენ, მოლდოვაც ავტომატურად ხდება ჩრდილოატლანტიკურ არა, ევროატლანტიკურ არა, ევროპულ სივრცეში. ხდება და გაფართოებაზე რო თქვი, 2030 წელს გაფართოვდება მეთქი, არ არის გამორიცხული, რომ გაფართოვდეს მანამდე. და მოლდოვას, რომელსაც ჩასჭიდებს ხელს ერთის მხრივ უკრაინა და მეორეს მხრივ რუმინეთი, მოლდოვა საკმაოდ წარმატებული ტემპით, სწრაფი ტემპით იულის ევროპული სივრცისკენ და საერთოდ შენ ამასობაში. აიკითხო. ბიზინისტანში რჩები, ამას ჯორჯიას თუ გურჯისტანიც აღარ ქვია, ალბათ. ამას ბიზინისტანი დაერქმევა ყოველ შემთხვევაში. მომავალში თუ ბიზინა და რუსეთი განახორციელებენ იმ ამოცანებს, ხორცს შეასხამენ იმ მიზნებს, რომლებიც მათ აქვთ დასახული. უამრავ თემას მივედმოვედე, ხო? რაზე არ ვილაპარაკე, ანაკლიაზეც ვილაპარაკე, უკრაინაზეც აგი ახლა რამდენიმე რეპლიკა მქონდა, ბიზინაზე ხო ვილაპარაკე, იაგო ხუჩიაზე, მამუკა ხაზარაძეზე, გიორგი გახარიაზე, ბახტაძეც კი ვახსენე, კვირიკაშვილის ერთიანი გუნდი თუ რა ქვია, ხო 2016 წლამდე არსებული ქართული ოცნება კოალიცია და 2016 წლის შემდგომ არსებული თმა გაწეწილი კაც აგენტის ირაკლი კობახიძის ქართული ოცნებას 2022 წლის უკრაინის ომის დასაწყისით სანქციების რა არ ვახსენე. მაგრამ ამბავიც ეს არის, რომ ჩვენ ხომ აი ამ ორ ტრიალში ვართ და აი ამ ორ ტრიალში რომ ვართ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, როგორ უნდა გამოვძვრეთ ამ ვითარებიდან და უნდა გამოვძვრეთ რუსეთის მიზნებისა და ამოცანების ჩაფუშვით და ერთ-ერთი საფუძველი არის ერთიანობა, მეტი და მეტი დემონსტრანტი ქუჩაში დაძაბვა და გადაძაბვა ამ რუსებისათვის და ამის შემდეგ რასაკვირველია დასავლეთი იქნება უფრო ადეკვატური, რომელიც ისედაც ადეკვატური არის, მეთქი ასე ვირყი, გახედეთ მართლა მეგობარი აქც, რომლის გამოც გადაფსიხდა მთელი ქართული ოცნება იგრძნო რა სანქციების სუსხი, არა, სუსხი არასწორი სიტყვა, სანქციების შედეგად გადაჭერილი შოლტი, მის წკეპლა, არა, მათრახი, მის ზურგზე. ეს ყველაფერი გასაკვირველია ბიზინა ივანიშვილმა ყველაზე უფრო მეტად იგრძნო, ოღონდ მას ექსით გამოსავალი როგორც ასეთი არ აქვს და აი რო არ აქვს გამოსავალი, სწორედ ეს მომენტუმი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ. ასეც დავარქვათ, ბიზინას გამოსავალი არ აქვს და სათაურის ვერსია ამგვარია, მაგრამ ამ მომენტუმს გამოყენება უნდა. ნახვამდის.